მარტის თვე და გაზაფხული დგება და აი რას გეტყვით. საყვარელ ადამიანს ერთხელ მაინც უნდა გამოუწყო ასეთი სილამაზეები და აჩუქო. საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქარი ყველაზე ძვირფასია. თუ ფიქრობთ, რომ ტორტის ბისკვიტის ცხობა თქვენი ძლიერი მხარე არ არის, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა. თასში მოვათავსოთ 250 გრამი ფქვილი. ვამატებ 8 გრამ კაკაოს. აქვე დავამატოთ 9 გრამი გამაფხვიერებელი. ეს დროებით კვერცხზე გადავდგათ, ცალკე თასში მოვათავსოთ 3 დიდი კვერცხი. ეს მნიშვნელოვანია, დიდი ზომის 0 კატეგორიის კვერცხები აიღეთ. კვერცხებს ვამატებ მწიკო მარილს, ვამატებ 160 გრამ შაქარს, ვამატებ ვანილს. გავთქვიფოთ, როგორც კი გაერთიანდება, ბევრი თქვეფა არ უნდა, მალევე დავამატოთ 150 მილილიტრი ზეთი. ცოტა კიდე გავთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე, რომ ზეთი შეერიოს, მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. კვერცხზე გადავდგათ და 220 გრამ მაწონს დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვსის საკონდიტრო წითელი საღებავი. მორევით კარგად შევურიოთ მაწონში და ასე დავამატოთ კვერცხიან მასას. ვთქვეფავთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე, საკმარისია, რომ გაერთიანდეს. დავიწყოთ ფქვილის დამატება. ფქვილში უკვე დამატებული მაქვს კაკაო და გამაფხვიერებელი. ფქვილს ვამატებ ერთნაირად, აუცილებლად დავაცრათ. გავთქვიფოთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. კარგად უნდა შეერიოს ფქვილი. ასე გვერდებიდანაც ჩამოვასუფთავოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი ცომის მასა. ამ ცომით შეგიძლიათ გამოვაწყოთ როგორც მაფინები, ასევე ცომის ბისკვიტი. ეს მთლიანი ცომი შეგიძლიათ დაასხათ საცხობი ღუმელის სტანდარტულ სინზე და გამოაცხოთ ერთი ფირფიტა. მე კი ამ ერთი ცომით გამოვაწყობ მაფინებსაც და ერთ პატარა ფირფიტასაც. მაფინებისთვის ცომი ჩავასხი სილიკონის ფორმებში. დარჩენილი ცომი კი მოვათავსე მარეგულირებად ოთხკუთხედ ფორმაში და ორივე ერთად გამოვაცხვე. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე 30-35 წუთი. 30 წუთის მერე გასინჯეთ ჭხირჯე, შეიძლება 40 წუთიც კი დასჭირდეს. საბოლოოდ კი გამოდის აი ასეთი სასწაული ნაწყობი. სილიკონის ფორმებიდან მაფინები ძალიან ადვილად ამოდის. გადმოვიტანოთ აი ასე სეტკაზე და გავაციოთ სრულად. შეგვიძლია დავალაგოთ მაფინის ქაღალდებზე, აქაც კარგი ჰაერიზაცია იქნება და გაცივდება. მოხსნათ რეგულირებადი ფორმა და ამოვიღოთ ბისკვიტი. ბისკვიტს ქაღალდი ძალიან ადვილად სცილდება, დავდოთ სეტკაზე და ისე გავაციოთ. ჩვენ კი მოვამზადოთ კრემი. მე მოვამზადებ კარაქის კრემს. 200 გრამი კარაქი მოვათავსოთ თასში. გამოვიყენე 250 გრამ შესქელებულ რძეს, ვანილს. ვანილი ახლავე დავამატოთ კარაქს და კარაქი კარგად გავთქვიფოთ. კარგად გათქვიფილ კარაქს კრემში კარაქის გემო არ აქვს. კარაქი უნდა აფულდეს და გათეთრდეს. დავიწყოთ შესქელებული რძის დამატება. ვაგრძელებთ თქვეფას, კრემი უფრო ფაფუკი გახდება. გვერდებიდანაც დროდადრო ჩამოვასუფთავოთ, რომ თანაბრად გაითქვიფოს. საბოლოოდ მივიღეთ აი ესეთი ძალიან გემრიელი ფაფუკი კრემი, რომელიც ძალიან კარგია ნამცხრების გასაფორმებლად. კრემის ნაწილს მე შევღებავ და ჩავდებ ტომარაში. მეორე ტომარაში ჩავდებ იგივე ფერის კრემს და ორივეს ერთად მოვათავსებ ერთ ტომარაში. ამით გავაფორმებ მაფინებს. დააკვირდით ვიდეოს, როგორ უნდა გავაფორმოთ მაფინები ორ ფერში. მაფინებს შუაგული ამოვუღე და შევავსე ჟოლოს ჯემით.
ზემოდან კი გავაფორმე კარაქის კრემით. გაფორმებამდე მაფინებს ზემოდან თხლად კრემი გადავუსვით, რომ ფიგურები კარგად დაჯდეს. საბოლოოდ გამოდის აი ასეთი სასწაული სადღესასწაულო მაფინები, რომლებიც არის ძალიან გემრიელიც. გამომცხვარი ფენით მე გამოვაცხობ გულის ფორმის პატარა ტორტს. ამოვჭერი ესეთი 3 ფენა გული. შუა ფენა ნახევარსფეროებისგან შედგება, აუცილებლად თუ უხეში ქერქი აქვს ზემოდან გადაათალეთ თხლად, აუცილებლად დანამეთ და გააფორმეთ კრემით. შიდა კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული რძის კრემი ან ნაღების კრემი. გარედან კი კარაქის კრემით გააფორმოთ. უფრო გემრიელი გამოვა. ტორტის გაფორმება არის ინდივიდუალური. მე გამოვაცხე ასეთი პატარა რამოდენიმე ტორტი და გაჩვენებთ მეორე ვარიანტს ჯემით. გვერდებზე მოვაბნიე თავისივე წითელი ნაფხონები და ზემოდან გავაფორმე ასე. თქვენ გააფორმეთ თქვენი ფანტაზიით. მე გამოვაცხე მეორეც და შიგნით გავაფორმე ჯემით. იმის მერე რაც დავნამავთ, თხლად გადავუსვათ კრემი, გვერდები ცოტა აუმაღლოთ ასე და შუაში მოვათავსე ჟოლოს ჯემი. მეორე ფენის ნახევარსფეროები კრემით მივამაგრე, დავადე ზემოდან და გავიმეორე იგივე. ჯემი ძალიან უხდება. მესამე ფენაც დავნამე, კრემი წავუსვი გვერდებზეც და დავფარე მთლიანად წითელი ნაფხონებით. ზემოდან კი ჯემზე ასე გავაფორმე. გადმოვიტანოთ თეფშზე, დავჭრათ და დავაგემოვნოთ. ეს ჯემიანი მე განსაკუთრებით მიყვარს. თუ თქვენც მოგეწონათ ვიდეო რეცეპტი, მოიწონეთ ვიდეო, გააზიარეთ და დაგვიკომენტარეთ. მე კი თქვენ ახლა დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.